გამარჯობა მეგობრებო, გარკვეული პრობლემა შეექმნა ბაიკს და ამ ვიდეოს მიზანი უფრო ის არის, აღწერო ხა ეს პრობლემის არსი, რომელიც შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც ანალოგიური პრობლემა შეექმნება ოდესმე მსგავსი ტიპის მოტოციკლზე. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სიარულის დროს მოტო ჩაქვრა. ხელახლა დავქოქე და გზა გავაგრძელე. თუმცა რამოდენიმე წუთში ისევ ჩაქვრა. გავჩერდი, შევათვალიერე ზედაპირულად, რასაც გადავხედე. წესრიგში იყო ყველაფერი, მათ შორის აკუმულატორის ეგრეთ წოდებული კლემებიც, კონტაქტები და ამ შემდეგ უკვე დავქოქე, დაიქოქა და როგორც კი პირველ სიჩქარეში ჩავაგდე და სპეციალურია ეს საყრდენი ფეხი ავწიე, მომენტალურად ჩააქრო მოტო. აქ ერთი შეხედვით მარტივად ჩანდა პრობლემა, რომ გახსნილია თუ არა მოტოს საყრდენი ფეხი, ეს გადაცემს ინფორმაციას. აქ გახსნილია თუ არა ფეხი, რომ მოტომ შესაბამისად უკვე მოგცეს ან პირიქით აგვეკრძალოს გადაადგილება. რამოდენიმე მცდელობის შემდეგ მოტოციკლი დაიქოქა, გზა გავაგრძელე, მაგრამ იგივე დაიმართა რამოდენიმე დღის შემდეგ და უკვე ჩავთვალე, რომ აქ როდესაც გარეგნულად გამოვასუფთავე ეს მონაკვეთი, სადაც ჯაჭვიდან ჩამოღრილი სითხეების წვეთები იყო, ჩავთვალე, რომ ალბათ რაღაც კონტაქტის პრობლემაა, იმიტომ რომ პირველი მიზეზი, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ როგორც კი პირველ სიჩქარეში ვაგდებდი, ეგრევე თიშავდა მოტოციკლს და გადავწყვიტე უკვე საფუძვლიანად გამოსუფთავებია ეს მონაკვეთი. მაგრამ როდესაც დავაყენე და შევეცადე დაქოქვა, იგივე პრობლემა დადგა. ანუ მოტოციკლი პირველ სიჩქარეში ჩაგდების მომენტში ისევ ქრებოდა. და საბოლოოდ უარი თქვა მოკლედ დაძვრაზე უკვე ცივზე, ცხელზე, ბევრი ლოდინის შემდეგ არაფერს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოკლედ მაინც ყველა შემთხვევაში ქრებოდა მოტოციკლი და როგორც ჩანს, წინა შემთხვევაში რომ გავწმინდე, უბრალოდ დამთხევა იყო, შეიძლება რელეგაცივდა და ამის შედეგად რამოდენიმე მცდელობა მომცა იმისა, რომ გზა გამეგრძელებილა, მაგრამ საბოლოოდ დავწუნდი, რომ აი ამ მონაკვეთში პრობლემა არ არის და რაღაც უფრო სხვა პრობლემა უნდა მომეძებნა. ეს არის ბენზონასოსის რელე. აი ეს. ასევე უწოდებენ დაქოქვის რელეს და ვარაუდობთ რამოდენიმე ფუნქციას უნდა მოიცავდეს თავის თავში, იმიტომ რომ კონტაქტების ადგილით საკმაოდ ბევრი ეხა მოხსნი და გაჩვენებთ. ზუსტად ასეთი რელე დავაყენეთ სხვა მოტოციკლიდან და უკვე ეს პრობლემა აღმოიფხვრა. უკვე შედეგი ნათელი იყო, რომ ყველა შემთხვევაში აი ამ რელესთან გვაქვს პრობლემა და უკვე გადავწყვიტე, რომ ეს ახალი რელე შემეძინა, გაკეთებაც ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ ფასში დიდი სხვაობა არ იქნებოდა, მაგრამ მარტო ფასშიც არ არის საუბარი, უკვე განაკეთებ რელებს მერჩივნა ერთხელ წესიერი ახალი რელე დამეყენებია და უფრო მშვიდად ყოფილიყავი და საქართველოში რა თქმა უნდა ის ვერ შევიძინე, გამოვიწერე და დაახლოებით 20 დღე ველოდებოდი და დღეს უკვე ჩამომივიდა და ეხლა ერთად დავაყენოთ და ვნახოთ აბა საბოლოოდ დავწუნდეთ თუ ამ რელეს ბრალია მოტოციკლი და ქუქვის შემდეგ სიჩქარეში ჩაგდების დროს უკვე აღარ უნდა ჩაქვრეს. ეხლა დავამონტაჟებ ამ რელეს და შედეგიც ვნახოთ ერთად.
ესე იგი, როგორც მოსალოდნელი იყო, moto დაგოქვის შემდეგ აღარ ქრება. პრობლემა ვფიქრობ, რომ აღმოიფხათ შეხება ამ რელის ფასს, ორიგინალი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯობია ცოტა მეტი გადავიხადოთ და ორიგინალი ნაწილი შევიძინოთ. $62 დაჯდა. მაგრამ დღეს რომ შევედი საიტზე, ბმულის დადება მინდოდა ვიდეოს აღწერაში, რომ თქვენც თუ დაგჭირდებათ, რომ უფრო ადვილად იპოვოთ აი ეს რელე და უკვე ფასდაკლებით $50-ზე ნაკლები ღირდა. სავარაუდოდ ამ საშობაო საახალწლო ფასდაკლებების გამო. რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც რაღაც ფუჭდება მოტოზე, მაგრამ ვფიქრობ, პირიქით ეს იყო ახლა კარგი დრო საამისოდ რომ გაფუჭებულიყო, იმიტომ რომ მაინც ცივი ამინდებია, ჯერ თავს ვიკავებ სიარულისგან და ახლა ჯობდა ამის გაფუჭება და გამოცვლა, რომ ვიცოდე, რომ უკვე შემდეგში ეს პრობლემა დიდხანს უკვე აღარ იქნება მოტოციკლს. სულ ეს იყო, რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა. მადლობა, რომ უყურეთ ვიდეოს, თუ სასარგებლო აღმოჩნდა. გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო და ამ ნაწილის ბმულსაც დავდებ მაღაზიის ლინკს, საიდანაც შევისყიდე. რომ დათვება, დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოებით და წინ საინტერესო ეპიზოდები გველოდება. მადლობა და დროებით.